პირველი წერილი თესალონიკელთა მიმართ. თავი პირველი. პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას მამა ღმერთში და უფალ იესო ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან. ვმადლობთ ღმერთს მარადის ყველა თქვენგანისათვის და გიხსენიებთ ჩვენს ლოცვებში. განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას. ვიცით რა თქვენი რჩეულება ღვთის საყვარელნო ძმანო, რადგანაც ჩვენი სახარება თქვენდამი არ იყო მხოლოდ სიტყვით, არამედ აგრეთვე ძალით, სული წმიდით და სრული დამაჯერებლობით, როგორც თქვენ თავადაც იცით, რანი ვიყავით თქვენს შორის თქვენთვის. თქვენ გახდით ჩვენი და უფლის მომბაძავნი, რადგან დიდ გასაჭირში მიიღეთ სიტყვა, სული წმიდის სიხარულით. ისე რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში, ვინაიდან თქვენგან გაისმა უფლის სიტყვა არა მარტო მაკედონიასა და აქაიაში, არამედ ყოველ ადგილას მისწვდა თქვენი რწმენა ღვთისადმი ისე, რომ აღარაფერი გვაქვს სათქმელი. რადგან თვითონ ხვებიან ჩვენზე, როგორი შემოსვლა გვქონდა თქვენთან და როგორ შემოbrუნდით კერპებისაგან ღვთისკენ, რათა ემსახუროთ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს. და ელოდოთ ზეციდან მის ძეს, რომელიც მკვდრეთით აღადგინა, იესოს, რომელიც მომავალი რისხვისაგან გვიხსნის ჩვენ. თავი მეორე. თქვენ თავად იცით ძმებო, რომ ჩვენი თქვენთან შემოსვლა არ იყო ამაო. ოღონდ მანამდე ფილიპეში გატანჯულებმა და გალანძღულებმა, როგორც იცით, გავბედეთ ჩვენს ღმერთში, რომ თქვენთვის გვექადაგა სახარება დიდი ბრძოლით. ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არ არის არც ცდუნება, არც უწმიდურება და არც ცბიერება. არამედ როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს. რადგან არასოდეს გვილაპარაკია მოსაფერებელი სიტყვებით, როგორც იცით, არა ანგარების მიზნით, ღმერთია მოწამე. არც ვეძიებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან, არც ხვებისგან. თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ შვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური თავის ბალღებს რომ შეჰფოფინებს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა, დღე-დაღამ შრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისევ ვქადაგებდით თქვენ შორის სახარებას. თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც, თუ რა წმიდად, სამართლიანად და უმწიკლოდ ვიქცეოდით თქვენს მიმართ, მორწმუნენო, რადგან თქვენ იცით, როგორც მამა შვილებს, ისე შევაგონებდით თითოეულ თქვენგანს. განუგეშებდით და გარწმუნებდით, რომ გევლოთ ღვთის ღირსად, ვინც მოგიწოდებთ თავისი სასუფევლისა და დიდებისაკენ. ამისათვის ჩვენც განუწყვეტლივ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენ, როცა მიიღეთ ჩვენგან მოსმენილი ღვთის სიტყვა, მიიღეთ იგი არა როგორც კაცთა სიტყვა, არამედ როგორც ღვთის სიტყვა, როგორც სინამდვილეშია, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნენო. რადგან თქვენ ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისაგან, ისევე როგორც მათ იუდეველთაგან, რომელთაც უფალი იესოც მოჰკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არა ამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან. გვაბრკოლებენ წარმართებთან ლაპარაკში, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ ავსებენ თავიანთ ცოდვებს, მაგრამ მოეწევათ რისხვა საბოლოოდ. ჩვენ კი ძმებო, მცირეხნით რომ დაგშორდით სახით და არა გულით, მით უფრო მეტი წადილით ვესწრაფოდით თქვენი პირის ხილვას. ამისათვის გვინდოდა განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა. რადგან რა არის ჩვენი იმედი, ან ჩვენი სიხარული, ან ჩვენი კვეხნის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე მისი მოსვლისას. ვინაიდან თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
თავი მესამე. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, მოვისურვეთ ათენში მარტოდ დარჩენა და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთისმსახური, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში. რათა არავინ შემდრგალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან თვითონ იცით, რომ ჩვენ საამისოდ ვართ დადგენილნი. ვინაიდან მაშინაც, როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, წინასწარ გეუბნებოდით ჭირი მოგველის მეთქი, რაც ახდა კიდეც და თავადაც მოგეხსენებათ. ამიტომ ვეღარც მე შევძელი მეტის მოთმენა და გამოვგზავნეთ თქვენი რწმენის ამბის შესატყობად. ვაი თუ განგცადათ მაცდურმა და ჩვენი შრომა ფუჭი გამოდგა. ახლა კი, როცა ტიმოთე თქვენგან დაგვიბრუნდა და გვახარა თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი, რომ თქვენ ყოველთვის კეთილად გაახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ თქვენი. მაშინ თქვენით ვინუგეშეთ თავი, ძმებო, ყველა ჩვენ სუბედურებასა და გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით, რადგან ახლა ვცხოვრობთ, რა კი გამტკიცედ გახართ უფალში. როგორი მადლობა შეგვიძლია შევწიროთ ღმერთს თქვენი გულისათვის ყველა იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე. დღედაღა მხურვალედ ვლოცულობთ, რათა ვიხილოთ თქვენი სახე და შევავსოთ თქვენი რწმენის ნაკლულება. თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ წარმართოს ჩვენი გზა თქვენსკენ. უფალმა გაგიზარდოთ და გიმატოთ სიყვარული ერთი მეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენდან, რათა განმტკიცდეს თქვენი გული უბიწოთ სიწმიდეში, ჩვენი ღვთის და მამის წინაშე, როცა მოავა ჩვენი უფალი იესო ქრისტე ყველა თავის წმიდასთან ერთად. თავი მეოთხე. კიდევ გთხოვთ, ძმებო, და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაგი ჩვენგან ისწავლეთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აამოთ ღმერთს უფრო და უფრო. რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალ იესოსგან, ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ სიძვას, რათა ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით, და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს. რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და არ მოატყუოს თავისი ძმა საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე იმის გამო, როგორც ადრე გითხარით და დაგიმოწმეთ. ვინაიდან ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ არა უწმიდურებისაკენ, არამედ სიწმიდისაკენ. ამიტომ ურჩი ეურჩება არა ადამიანს, არამედ ღმერთს, რომელიც გააძლევთ თქვენ თავის სული წმიდას. ხოლო ძმათ მოყარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა. თქვენ ღვთის განსწავლულნი ხართ ერთი მეორის სიყვარულში, რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ შეგაგონებთ ძმანო უფრო და უფრო და გულმოდგინედ ეცადოთ იყოთ წყნარი, აკეთოთ თქვენი საქმე საკუთარი ხელებით, როგორც ჩვენ გამცნით, რათა ღირსეულად მოიქცეთ გარეშეებთან და არაფერი გაგიჭირდეთ. გსურს იცოდეთ, ძმებო, სიმართლე განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ ხებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ. ვინაიდან თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს მასთან ერთად. რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც დავრჩით უფლის მოსვლამდე, ვერ დავასწრებთ განსვენებულებს. ვინაიდან თვითონ უფალი გადმოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმაზე და ღვთის საყვირზე და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებია. შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად უფალთან ვიქნებით სამარადისო. ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით. თავი მეხუთე. დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რამე მოგწეროთ, ძმებო, რადგან თქვენ თვითონაც ზუსტად იცით, რომ უფლის დღე ღამით ქურდივით მოვა. ვინაიდან როცა იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები და ვერ დააღწევენ თავს.
მაგრამ თქვენ ძმებო, ბნელში არ იმყოფებით, რომ დღე ქურდივით წამოგეწიოთ. ვინაიდან თქვენ ყველანი ნათლის შვილები ხართ და დღის შვილები. არც ღამისანი ვართ ჩვენ და არც ბნელისანი. ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. ვინაიდან მდინარეებს ღამ-ღამობით სძინავთ და ლოთები ღამით ითვრებიან. მაგრამ ჩვენ, რა კი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯრით და ხსნის იმედის მუზარავით. რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ. ამიტომ შეაგონეთ ერთმანეს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც. გთხოვთ ძმებო, სანი თქვენს შორის მშრომელნი და თქვენი წინამძღოლნი უფალში და თქვენი დამრიგებელნი. უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო, იყავით მშვიდობით ერთმანეთში. და აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, და არიგეთ უწესონი. ანუ გეშეთ სულ მოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურს და სულ გრძელი იყავით ყველას მიმართ. თვალი გეჭიროთ, არავინ მიაგოს ერთმანეთს ბოროტის წილ ბოროტი, არამედ მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას. მუდამ ხარობდეთ, ილოცეთ განუწყვეტლივ, მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში. სულს ნუ ჩააქრობთ. წინასწარმეტყველებას ნუ გააბიაბრუებთ, ყველაფერი გამოსცადეთ, კეთილს ჩაეჭიდეთ, ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას, თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა ყოთ სრულად და მთლიანად. სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოსვლისათვის. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს კიდეც. ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის. მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორი. გაფიცებთ უფალს, წაუკითხეთ ეს წერილი ყველა ძმას, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლით თქვენთან. ამინ.